კალათბურთში წარმატებას მხოლოდ ფიზიკური მომზადება არ გასაზღვრავს. გადამწყვეტ როლს თამაშობს ფსიქოლოგიური სიმტკიცე. საქართველოში სპორტის ფსიქოლოგია დღითიდღე უფრო მნიშვნელოვან ადგილს იკავებს, თუმცა ამ სფეროში ჯერ კიდევ არაერთ გამოწვევის წინაშე ვდგავართ. ევანდელ ქართულ კალათბურთში რა გამოწვევებთანაც ვდგებით, ეს არის იგივე მწვრთნელების მხრიდან არაჯანსაღი დამოკიდებულება მოთამაშეებზე, ყვირილი, მუდმივი წნეხი, ასევე თავად სპორტული მშობლობა, მესმის რომ მარტივი არ არის, თუმცა მშობლები ხშირად ზედმეტად ერევიან ხოლმე სპორტსმენების კარიერაში და ამიტომ გვიწევს რომ მთლიან ეკოსისტემასთან ვიმუშაოთ. ქართული მოთამაშეების ფსიქოტიპი უფრო მეტად განეწყობა როგორც იმპულსური გუნდის, მათ სჭირდებათ მუდმივად რაღაც საწვავი, რომ თავისი ენერგიით, თავისი мотиваციით ითამაშონ და როგორც ასეთი სტაბილური და სტრატეგიული ფსიქოლოგიური მდგრადობა ნაკლებად არის. კალათბურთს არ ყავს ფსიქოლოგი, არ თითქმის უმეტესობას არც ერთ სპორტის სახეობას, მაგრამ ქალბატონებისთვის ძალიან რთული არის ჩვენი მენტალიტეტიდან გამომდინარე, საქართველოში მხოლოდ მამაკაცები წარმოადგენიან თითქმის სპორტსმენები და ჩვენთვის არ იყო მარტივი, მით უმეტეს ბავშვობის ასაკიდან. რო არა მშობლების მხარდაჭერა და გვეჭდომა, მე კალათბურთზე ალბათ ვერ შეძლებდი მეულო და ზოგადად ყოფილიყავი წარმატებული ამ სპორტში. სპორტსმენი ჯერ ხარ მენტალურად და შემდეგ უკვე ფიზიკურად. და ხშირად არის ისეთი შემთხვევები, როდესაც ფიზიკურად ხარ ძალიან ძლიერი, თუმცა მენტალური მდგომარეობა არ გიწყობს ხელს იმაში, რომ შენი ფიზიკური შესაძლებლობები ბოლომდე გამოამჟღავნო. რისთვისაც საჭიროა სპორტის ფსიქოლოგები, თუმცა ამის დახმარება ჯერ ნაკლებად არის საქართველოში და ძალიან გვინდა რომ ეს სფერო უფრო განვითარდეს, რადგან დახმარება გამოვუნახოთ ამ პრობლემას.